თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველის მიწვევით საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. პანაშვიდი, რომელიც ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ეძღვნებოდა ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციასთან არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღასრულა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ქართულ დელეგაციას რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს. აღინიშნა მსოფლიო პატრიარქის განსაკუთრებული როლი და თანადგომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ეკლესიას შორის არსებულ სულიერ ერთობას. პანაშვიდსა და შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროგრამების კოორდინატორი ბესიკ სილაკაძე. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მსოფლიო საპატრიარქოს პატრიარქ ბართლომეოს იმ განსაკუთრებული სულიერი და ადამიანური სიყვარულისთვის, რომელსაც ის იჩენს ქართველების მიმართ და კიდევ ერთხელ ჩვენთვის პატივია მსოფლიო პატრიარქის მოწვევით სხვადასხვა საპატრიარქო ღონისძიებებში მონაწილეობა. განსაკუთრებული ემოციური დღეა, რადგან ჩვენ დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს, რომელიც ჩაატარა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს მეორემ და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ ამ შესაძლებლობისადმი და ის რომ მსოფლიო პატრიარქი ესეთ ყურადღებას აქცევს საქართველოს და ჩვენს ქვეყანას.